მე ვიყიდე 5 უძველესი არტეფაქტის საიდუმლო ყუთი ბნელ ვებზე. ამ ყუთებში მოთავსებულია არტეფაქტები მთელი მსოფლიოდან. ეხლა ზუსტად რა არის მათში? დარწმუნებული არ ვარ. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ეს ყუთები ბნელი ქსელიდან მოვიდა, აქ შეიძლება იყოს რაღაცები, რაც ან ძალიან ძვირად ღირებულია, ან ძალიან არალეგალური. ასე რომ გვაქვს მრავალი ყუთი, ყველაზე იაფიდან ყველაზე ძვირამდე და ეხლა თითოეულს გავხსნით. აბა რამდენი დახარჯი ამ ყველაფერზე? არ არის ბევრი, დაახლოებით $10,000, მაგრამ არა უშავს, რადგან ყველაფერს დავიბრუნებთ და მეცაც კი მოვიგებთ. პირველი რაც გასახსნელად გვაქვს ჩვენი ყველაფერი რაც ამ ყუთის შესახებ რიცი ისაა, რომ ის მიანმარდან მოვიდა, ქვეყანიდან, რომელიც უჩვეულოდ იშვიათი ნამარხებით არის ცნობილი. ასე რომ ვინ იცის რა შეიძლება იყოს აქ. როცა ყუთის გახსნა დავიწყე, საოცრად აღფრთოვანებული ვიყავი, რომ მე ნახა რას ვიპოვიდი. და როცა ყველა შესაძლო ვარიანტი თავში გამირბოდა, გავხსენი ყუთის სახურავი და აღმოვაჩინე, რომ ჩემი განძის პოვნის სურვილი შეიძლება ახდა კიდეც. ღმერთო ჩემო ბიჭებო. მოკლედ გავხსენით ყუთი და პირველი რაც დავინახე იყო რაღაც ჩამკეტი ყუთი. მოდი ბოლომდე გავხსნა და ვნახოთ რა გვაქვს. ეს არის პირველი რამ, რაც ყუთში ყველაფრის თავზე დევს და როგორც ჩანს ეს არის ჩამკეტი ყუთი და ხო, არ მიგვის რომ არ იღება. ნეტავა გასაღები ხო არ არის? როგორც ჩანს სეიფში რაღაც შეიძლება იყოს, მაგრამ გასაღებს ვერ პოულობ. მოდი კიდევ ვეძებოთ ამ ყუთში და ვნახოთ, შევძლებთ თუ არა მის პოვნას. წადი აქედან პლასტმასა. ეს ციგნია? ეს ციგნია. ჯანდაბა, ეს დინოზავრების ციგნია. წავედით. და აქ საგანძურიც გვაქვს. გონი ბოლოს და ბოლოს ვიპოვეთ საგანძური ბიჭებო. კარგი, მოდი დავაცალოთ ეს და ვნახოთ რა გვაქვს. ჯანდაბა, ბევრი რამ გვაქვს. საწვიშივე ბიჭებო, ხედავ უზარმაზარ კბილს. მგონი ეს დინოზავრის კბილი ან რაღაც მსგავსი. რაც უნდა იყოს აშკარად მნიშვნელოვანია, რადგან პატარა ვიტრინაშია მოთავსებული. მოდით ვნახოთ, შეძლეთ თუ არა დაშლას. მგონი შეგვიძლია დავაშალოთ. არა, საერთოდ არ დამიგდი ან რამე მსგავსი, მაგრამ შეხედეთ ამას ბიჭებო. 99%-ით დარწმუნებული ვარ, ეს დინოზავრის კბილია. მაინტერესებს, რამდენი შეიძლება ღირდეს ასეთი რამ. თუ ვინმე მიცის რა დინოზავრის კბილია ეს, კომენტარებში მომწერეთ და აგრეთვე რამდენი ღირს რომ გავიგოთ, დავაბრუნეთ თუ არა ჩვენი ფული, თუ კი მომატყუეს. რადგან ჩვენი პირველი აღმოჩენა უცნაური დიდი დინოზავრის კბილი იყო, ძალიან აღფრთოვანებული ვარ. მინდა ვნახო რა არის ამ დანარჩენ პაკეტებში. ეს პაკეტი მაგიდაზე ქრიშას აყრის და როგორც ჩანს გაქვავებული თავის ქალაა. ღმერთო ჩემო, ეს მართლა ძალიან მაგარია. ის მაგიდაზე იდო, მაგრამ ეხლა პირველად კარგად უყურებ. ღმერთო ჩემო, ყველგან ქრიშაა. შეხედე რამდენი მიწა ამიეკრო. ისე ჩანს თითქოს მიწიდან ამოიღეს, ხუთში ჩადეს და ისე გამომიგზავნეს, რომ აცი გაცმენდილა. ამ ხუთში არანაირი იდენტიფიკაციაციის დეტალი არ არის, ასე რომ წარმოდგენა არ მაქვს რა არის ეს. თუ თქვენ იცით, კომენტარებში დამიწერეთ, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ, რადგან ეს ქვიშა მთლიანად მიფუჭებს მაგიდას. აგი გავაგზავნოთ, გვაქვს ჩანთა, რომელშიც თითქოს რამდენიმე საიდუმლო ნივთია. სხვა არაფერი ჩანს, უბრალოდ ორი ქვის ნაჭერია. კარგი, ამ ჩანთაში გვაქვს უზარმაზარი ზვიგენის კბილები, ბიჭებო. ღმერთო ჩემო, სინამდვილეში ვიცი რა არის ეს. ეს არის უზარმაზარი მეგალოდონის კბილები. ეს არის ყველაზე დიდი ზვიგენი, რომელიც ოდესმე ბინადრობდა დედამიწაზე და ისინი დაახლოებით 10 მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ. მეგალოდონის კბილები მართლაც უზარმაზარია. გულისხმობ, რომ სრულად გაზრდილი დაახლოებით 6 ან 7 ინჩია. ასე რომ ამოს რომ უყურებ, შეგიძლია მიხვდე, რომ ბოლომდე გაზრდილი არ არის, მაგრამ საკმაოდ დიდია. ინტერნეტში რომ უყურე, ეს ნივთები ძვირია. თითოეული დაახლოებით $1000 ღირს. მართალი გითხრათ, მგონია რომ მხოლოდ ამ ორ ზვიგენის კბილშიც კი უკვე ამ ყუთის ფული დავაბრუნეთ. ბოლოს $1000-იანი ყუთისთვის გვაქვს გასაღები, რომელიც მგონია რომ იმ სეიფს ეკუთვნის, რომელიც ვიპოვეთ. მას ვიდეოს ბოლოს გავხსნით და ეს უცნაურად შეფუთული ნივთი. ქაღალდის პარკში გვაქვს. რა არის ეს? როგორც ჩანს, ეს არის გიგანტური არმადიოს ჯავშნის ნაწილი პლაისტოცენიდან, ანუ გამყინვარების ეპოქიდან. ეხლა ამას კუც ეძახიან, მაგრამ რეალურად ეს არის ჯავშნის ფირფიტა. ზუსტად ისეთი, როგორც თანამედროვე არმადილოსებს აქვთ, ზუგზე პატარა წერტილები. უბრალოდ ეს უზარმაზარია, რადგან მგონია რომ ეს არსება მანქანის ზომის იყო. არ მოგატყუებთ, ეს საოცრად მაგარია, მაგრამ უბრალოდ ქვას გავს. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ეს რაღაც განსაკუთრებულია, თუ უბრალოდ შევხედავდი. პირველი $1000-იანი ყუთის შემდეგ დრო იყო, რომ ვიდეოს მეორე ყველაზე ძვილად ღირებულ ყუთზე გადავსულიყავით. ეს არის $3,000-იანი უძველესი არტეფაქტების საიდუმლო ყუთი. ასე რომ ეს არის უძველესი არტეფაქტების საიდუმლო ყუთი, რომელიც რატომღაც 3 პაკეტად მოვიდა. მაშინ გვინდა დავიწყოთ გახსნა და ვნახოთ რა გვაქვს. კარგი, მოდი ჯერ ეს გავხსნათ, არ ვიცი რატომ, მაგრამ მომწონს როგორც შეფუთეს. რაღაც უცნაურად გამოიყურება. მიდი! ეს არ იმუშავებს. კარგი, ეხლა ნამდვილი ინსტრუმენტები გვაქვს. ჯანდაბა, შეიძლება შეცდომა დაუშვი. როცა ვცდილობდი ამ საიდუმლო არტეფაქტის პლასტმასის სიხიდან გათავისუფლებას, თავში ყველა შესაძლო ვარიანტი მიტრიალებდა თუ რას ვიპოვიდი. ესეთი უცნაური ფორმით და უცნაური შეფუთვით
გონია რომ რაღაც ძალიან გიჟუს ვიპოვი. კარგი შეიძლება ცოტა შეცდომა დაუშვი. როგორც ჩანს, შემთხვევით დანით დავაზიანე ის რაც აქ შიგნით იყო, მაგრამ თქვათ რომ ის თავიდანვე ასე იყო. ხომ ასეა ბიჭებო? რას უყურებ საერთოდ? ეს რა არის ბიჭებო? აქ რაღაც ხის ჯოხი გვაქვს? ეს მშვილდი და ისარია, ეს ისრებია. ესენი ნამდვილი ქვის წვერიანი ისრებია და ხის მშვილდი. გონი ძაფი არ აქვს. ეს უბრალოდ ხის მშვილდის ნაწილია და ამ ისრების გასროლა შეუძლებელია. არ ვიცი რამდენი წლისაა ესენი, ვფიქრობ ალბათ 1000 წელზე მეტია. ნახე რა საინტერესოა. უკან თითქოს ფრინველის ბუმბულებია მიბმული და ყველაფერი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნივთები უცნაურია და სრულიად უსარგებლო, მაინტერესებს ეს ქვის ისრები მართლა გამოსადეგია თუ არა, ანუ მართლა შეუძლიათ რამეში შეღწევა. ამის შესამოწმებლად ალბათ დამჭირდება. ჰეი, მხოლოდ ერთი მჭირდებოდა. პორტუხალი ძალიან გავს ხორცს. ასე რომ თუ ეს პორტუხალში შეაღწევს, ალბათ ცხოველში შეაღწევს. კაცო, ეს მარტივი იყო. ხო, ეს ნამდვილად სასიკვდილო იარაღია. ეს საოცრად მაგარია. კარგი, გადავიდეთ ნაკლებად წებოვან ყუთზე. უკვე ვაპირებდი ამის გადაგდებას და ვერც კი მივხვდი რომ აქ კიდევ რაღაცი იყო. ბიჭებო, ეს მახვილია. კი, ასეა, გონი მახვილი გვაქვს. მოდი აქ, მინდა რაინდი ვიხო, მოდი. ეს რა სიგიჟეა, ეს მართლა მახვილია ბიჭებო. ეს ძალიან მაგარია. თითქმის გადავაგდე ეს. წარმოდგენა არ მქონდა რომ იმ პაკეტში კიდევ რამე იყო. არც ამაზეა ინფორმაცია და არც მშვილდზე, მაგრამ თუ და ვივარაუდო ორივე ალბათ რამდენიმე ასეული თუ არა 1000 წლისა. რა წარმოუდგენლად ჟღერს რომ ასეთი რამ ამდენ ხანს გადარჩა. ვინ იცის, ვინ იყენებდა ამას 1000 წლის წინ? წინ ეს ძალიან მაგარია. უბრალოდ უნდა ვცადო. უნდა მეცადა, ეს საოცარია. მართლა უნდა შეწყვიტო ჩვენი მაგიდების ჩხვლეტა. ხო, მართალი ხარ. კარგი, ეს ნივთი საოცარია. 10-დან 10 ნამდვილად ღირს ფული. ეხლა გადავიდეთ შემდეგ პაკეტზე. შემდეგ გვაქვს მეორე ყუთი $3000 პარტიაში. აი ეს. მოდი გავხსნა და ვნახოთ რა გამოგვიგზავნეს ბნელი ვებიდან კარგმა ხალხმა. ეს უნდა იმუშაოს. კარგი. ჯანდაბა, ეს სინამდვილეში წარმოუდგენლად ძლიერია. თითქმის გამომივიდა. მოდი კაცო, მგონი გამომივიდა. ხო? ო, რა არის ეს? მოდი დავაცალოთ და ვნახოთ რა ჯანდაბაა შიგნით. არა, რა საშინლად უსამართლო ტრაგედია. როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო? არაფერია. ეს უბრალოდ 500 წლის მინგის დინასტიის ქოთანი იყო. არაფერია განსაკუთრებული. შეგვიძლია შევცვალოთ. სწორედ ამისთვის აკეთებენ წებოს. მე დაიკიდე. გადავიდეთ შემდეგ ყუთზე. სინამდვილეში ამ ყუთის გახსნა ძალიან მახარებს, რადგან ყველა აქამდე გახსნილ ყუთს შორის ეს აშკარად ყველაზე მძიმეა. ის რაღაც ტონას იწონის. მეტი დროის დაკარგვის გარეშე გავხსნათ ეს ყუთი და ვნახოთ რა საგანძური გვაქვს. ამჯერად ვეცდები შიგნით რაც არის ბოლომდე არ დავაზიანო. ღმერთო, აქ მართლა წარმოუდგენლად ბევრი რამეა მეგობრებო. ეს ყველაზე გიჟური ყუთია, რაც კი აქამდე გაგვიხსნია. მიდოდა ყველაფერი მაგიდაზე გადმომეყარა, მაგრამ სიმართლე რო გითხრათ, ზოგი რამ საკმაოდ მწვრევადია. ასე რომ ვფიქრობ, ჯობს თითოეულ ნივთს ფრთხილად ამოვიღოთ უსაფრთხოების მიზნით. პირველი რასაც ვხედავ, ღმერთო, ეს საერთოდ რა არის? რა? არა, ეს მართლა უცნაურია. საერთოდ რა შეუკვეთე? 2000 წლის უცხო პლანეტელის ფიგურა ან რაღაცა მსგავსი მივიღე. ეს ყველაზე უცნაური რამაა, რაც აქამდე გვინახავს. არ მომწონს, რომ არაფერი ახსნილი. რა არის ეს ყველაფერი? უბრალოდ რაღაცებს მაძლევენ. მგონი უკვე საკმარისად გნახე. კარგი, ეხლა ვნახავთ რა არის შემდეგი აქ. გვაქვს უარი. კიდევ ერთი გვაქვს. ეს კიდევ ერთია? ხო, კიდევ ერთია. რა ხდება, ბიჭებო? როგორც ჩანს, ეს დაახლოებით 600 წლის აფრიკიდან და თითქმის 100% დაწყევლილია. ასე რომ, ხო, დავიღუპე. რაც შეეხება ფიგურას, როგორც ჩანს, ესენი კეთილდღეობისთვის მზადდება, მაგრამ თუ მათ იმ მიწიდან გაიტან, სადაც გაკეთდა, დაგწყევლის. ასე რომ, ეს აფრიკაში უნდა დავაბრუნო ახლავე, ან ვინ იცის. შეიძლება ამ ყუთში კიდევ რამე იყოს, რაც ამ წყალას მოხსნის და ერთმანეთს გაანულებენ. რაც შეეხება ამ ფიგურას, მგონი იგივეა, უბრალოდ ეს ხისაა, ეს კი კერამიკის ან რაღაც მსგავსი მასალის. კარგი, ამ ორ ფიგურას აქ დავდებ და იმედი მაქვს აქედან რამეს ამოვიღებ, რაც დაწევლილი არ არის. როცა ყუთში ვიქეკებოდი, მალე მივხვდი, რომ აქ რაღაცები იყო, რაც აშკარად არალეგალურია. ისეთი ნივთები, რომელთა ფლობა შეერთებულ შტატებში აკრძალულია და ეს ყველაფერი ჩემს წინ ერთ ყუთში ეწყო.
კარგი მეგობრებო, ასე რომ უჩი ქეკვა შევწყვიტე, რადგან ასეთი რაღაცეები ვიპოვე. შეიძლება არაფრად გეჩვენოთ, მაგრამ თუ იცით რას უხურებ, ეს ეგრეთ წოდებულ სპილოს ძვალი ან სპილოს ეშვია და ამას კარგად ხედავთ. ეს არის სრული სპილოს ეშვი. ესეთი ნივთების ფლობა შეერთებულ შტატებში არალეგალურია. სპილოები გადაშენების პირას არიან და სპილოს ძვრის შეგროვება სრულიად აკრძალულია, ისევე როგორც მათი ყიდვა. ამიტომ საკმაოდ მეშინია ესეთი ნივთების ფლობის. ეს ალბათ უძველესი იარაღებია, ათასობით წლის წინანდელი და მიუხედავად იმისა, რომ პატარაა, მაინც არ შემიძლია მათი ფლობა, რადგან სპილოს ძვლისგანაა დამზადებული. ამიტომ ყველაფერს გვერდზე გადავდებთ, ვითომც არაფერი გვიპოვია. და გადავიდეთ მეორე ნივთზე, რომელიც დარწმუნებული ვარ, არც ის შეიძლება მქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება ბინძურ ქვების ტომარას გავს, სინამდვილეში ეს რომაული კერამიკაა. შეიძლება იფიქროთ რა მაგარია. რომაული კერამიკის ტომარა გავს გარდა იმისა, რომ რომიდან კერამიკის გატანა არ შეიძლება. ასე რომ გონი ყველაფერი კიდევ უფრო არალეგალური გახდა. ახლა ხან ამოვაცალე ამ ტომარას კერამიკა და აქ რომაული მონეტებია. აქ უამრავი მონეტა. ხმერთო ჩემო, ჯანდაბა ყველგან არიან. ეს არის მგონი მე. ხო, მგონი ყველა ავიღე. აქ 4 რომაული მონეტა ამ კერამიკასთან ერთად. ნეტა ვიცოდეთ რომ ეს აქ ჩადეს. მგონი მათი შენახვა კანონიერია. მონეტებს შევინახავ, მაგრამ რაც შეეხება კერამიკას, არ ვიცი რა ვქნა, არ შევინახავ. კარგი, მოდი ბოლო ნაწილის დავყაროთ მავიდაზე და ვნახოთ კიდევ რა გვაქვს. დავჭით ბოლო ორ ნივთზე, $3000 ხუთისთვის თეთრი ნაჭერი და რაც არ უნდა იყოს ამ შემაშფოთებელ ჩანთაში. კარგი, რა გვაქვს თეთრ ნაჭერში? ღმერთო ჩემო. მიდი! მომიხმარე აქ. კაცო, ბიჭებო, ეს რა ჯანდაბა? მგონია რომ ეს ისრის წვერია ან რაღაცა მსგავსი. ღმერთო ჩემო, მგონია რომ ეს ისრის წვერია. შეხედეთ ამას. ეს წარმოუდგენლად გამოიხურება. ვაუ! ეს დაუჯერებელია ბიჭეგო, ეს ქვა საშიშად გამოიყურება. ეხლა მოვატეხე. არ მინდოდა ასე მომხდარიყო. ჯანდაბა, შემთხვევით ამ დანასწვერი მოვატეხე, როცა გახსნიდან 5 წამიც არ იყო გასული. კარგ ნივთებს ნუ მაბარებთ ბიჭებო, ეს მართლაც კარგი აცტეკური ხანჯალი იყო, სანამ თუ ოდესმე გითამაშია თამაში Minecraft, ალბათ კარგად გეცოდინება რისგანაც ეს არის გაკეთებული. როგორც ჩანს, ეს ქვა ობსიდიანია, ანუ ვულკანური მინა. როცა ლავაშრება ის გადაიქცევა მაგარ შავ მინად, რომელსაც ადამიანები ათასობით წელია იყენებენ იარაღების, შუბების და სხვა ნივთების დასამზადებლად. იმის გათვალისწინებით, რომ ეს უკვე გავაფუჭე, მოდი გამოვიყენოთ ის ამ უჩი ბოლო ნივთის გასახსნელად. მიდი! გონი თითქმის გამოვიდა. ხო, ეს არაფერს აკეთებს. ძმაო, აცტეკები ვინც ეს გააკეთა, მართლაც ცუდად მუშაობდნენ. ეს ყველაზე საშინელი დანაო. ოუ, რა? ეს რა ჯანდაბა? კარგი. 5 წუთის კვლევის შემდეგ გავიგე, რომ ეს არის აცტეკური სიკვდილის სასწვენი, რომელიც ჩაბერვისას გამოსცემს სისხლის გამყინავყვირილის ხმას. კარგი, ეს სიგიჟეა და იცი, უნდა ვცადოთ. ამას ვერ დატოვებ ისე რომ არ სცადო. კარგი, აბა, საიდან უნდა ჩაბერო? ვარაუდობ, ზედახველია ჩასაბერი. კარგი, მოდი ვცადოთ. ღმერთო, ეს ნამდვილად ყვირილია. ეს ძალიან ხვამაღალი იყო. ღმერთო, ყურები მიგუგუნებს, ბიჭებო. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ამ სასტონების შესახებ ისაა, რომ აცტეკი ჯარისკაცები მათ ბრძოლაში იყენებდნენ მტრის შესაშინებლად. ისინი უბერავდნენ ამ სასტონებში და როგორც ჩანს, ყვირილის ხმა იმდენად შემზარავი იყო, რომ მთელი არმია გარბოდა მის გაგონებაზე. ასე რომ ამას ნამდვილად ვუგებ. გულისხმობ, ეს მართლა საშილად შემზარავია. $3000 საიდუმლო ყუთის ბოლო ნივთიც რომ დავასრულეთ, დროა გადავიდეთ ვიდეოს ყველაზე ძვირადღირებულ ყუთზე. აი აქ ვართ ბიჭებო. $6000 უძველესი არტეფაქტების საიდუმლო ყუთი. ეს ყუთი იმდენად მძიმე იყო, ძლივს ამოვიტანე აქამდე. მაგრამ ეხლა როცა აქ არის, დროა გავხსნათ და ვნახოთ რა არის შიგნით. მოდით ვნახოთ. რამდენიმე გვაქვს? მოდი ჩადი ქვემოთ. ყუთია, ნამდვილი ხის ყუთია. ეს უბრალოდ ხის ყუთი არ არის. ეს საგანძურის ყუთია. თქვენ ბიჭებო, ეს ნამდვილი საგანძურის ყუთია. არ არსებობს. შეგვაქვს საგაზურის ყუთი. ძალიან აღფრთოვანებული ვარ. მინდა ვნახო რა არის შიგნით. გაიცალეთ აქედან ირემებო. ჩვენ გვაქვს უკეთესი ბლოკები. მოდი ნახოთ როგორ დამოიყურება $6000 ღირებულების მეკობრის საგანძურის ყუთი ბნელი ქსელიდან. ვაუ! რა? ჩვენ მივიღეთ უამრავი მაგარი რამ. ვაუ! როგორც ჩანს, ჩვენ მივიღეთ არაერთი მაგრამ ეს ხომ ის არის? ჩვენ გვაქვს 2 მეკობრის პისტოლეტი. ესენი ნამდვილია კი? ანუ ნამდვილია თუ არა ეს მართლაც დიაბოლურია. ეს უბრალოდ ყველაზე მაგარი რამაა. როგორ შეიძლება ვინმე მეკობრის პისტოლეტების ნაკრები იშოვოს? ალბათ ეს სწორედ ბნელიებია. უამრავი უცნაური რამ.
ისინი სროლაც კი შეუძლიათ. ნახე ეს საგანძური ძნელად დასამარცხებელი იქნება. ნამდვილი მეკობრის პისტოლეტები. მოდი ეს ხომ საოცარია. რა? ეს საზიზღრობა! ხილას მაძლევენ! გონი მეკობრის რაღაცა ქილის მსგავსი რაღაცა მსგავსი? ეს საზიზღრობა. მაინტერესებს საერთოდ რა არის აქ შიგნით. როგორ უნდა გავხსნა ეს? მოდი ვერ ვხსნი, აი ესე. კარგი, მოდი ავხსნათ ეს თავსახური და ვნახოთ რასთან გვაქვს საქმე. უცნაურია, იმიტომ რომ ვერც კი ხვდები რას ხვნოსავ ახლა. ვერ ვიგებ ხორცია თუ ბოსტნეული. ღმერთო, აქ რაღაცებია. აქ არის ესენი რა არის? რა? ესენი კვერცხებია? რატომ? ტკბილად სუმი აქვს. რა? თუ მართლა გინდა გაიგო რა არის, უბრალოდ ცოტა მოაგბიჩე. ამის უკმავ ჭამო, გაგიჟდი. ეს შეიძლება 100 წლის იყოს, ჩვენ რა ვიცით. და შენ გიდა რომ ეს შევჭამო? კარგი, თუ ამას გავაკეთებ, თქვენ უნდა მოიწონოთ და გამოიწეროთ არხი. ამას უფასოდ არ ვაკეთებ, რო ვაკეთებ. ეს არის ჩემი ერთადერთი თხოვნა, სანამ ეს მართლა მომკლავს. კარგი, მგონი ეხავ ჭამას 200, 300 წლის რაღაცას. უი, კარგი. ღმერთო ჩემო. ჯერ კიდევ ვერ გეტყვით რა იყო ეს. კარგი, გავაგრძელოთ. ეს დავხუროთ. დატოვე. დამარხე, დაწვიე, დადე, მარიო ტრენჩლატზე. კარგად ხარ? ხო. მოდით ნახოთ, კიდევ რა არის აქ. ვა, ეს ყველაფერი რა არის? კაცო მონცეს მთელი გროვა დამტრეული მინის. რა? ეს დამტრეული მინა არ იყო, ეს ბოთლი იყო. და მგონი ტრანსპორტირებისას გათხვდა. ეს საშინლად ცუდია, ბიჭებო. ხო, მგონი ყოველთვის ვერ მოიგო. სანამ სკიუს ვაფალიერებდი, პოულობდი ყველანაირ მაგარ არტეფაქტებს, უცნაურ კერამიკულ ნივთებს, მეკობრის ფეხსაცმლის ბალტებს და კიდევ ნამდვილი მეკობრული გემის ლურსლებსაც კი. მაგრამ ვერაფერი შეედრებოდა იმას, რაც სკიურის ფსკერზე ვიპოვე. ეს მძიმეა, რა ჯანდაბა? 2 გვაქვს, ღმერთო ჩემო. ღმერთო ჩემო, ესენი მართლა? ღმერთო ბიჭებო, ჩვენ გვაქვს ნამდვილი ბირთვები. კიდევ არის აქ რამე? არ მგონია. ესენი უდაოდ ყველაზე მაგარი რამეა, რაც აქამდე ვიპოვია. ყოველთვის მინდა და ნამდვილი მეკობრის ბირთვი და ეხლა არა ერთს, არამედ 3-ს მივაგენი. ვაუ, ინტერნეტში ვუყურებ ამ ნივთებს და მგონია რომ მარტო ამითაც კი შეიძლება ჩვენი დახარჯული ფული დავიბრუნოთ, რაც ნახეთი თეორი დაახლოებით 6 ან 700 დოლარი ღირს. ეს ნიშნავს, რომ ეს 3 ბირთვი დაახლოებით 2000 დოლარი ღირს, მხოლოდ ეს მუჭალითონი. ამდენი საოცარი მეკობრული ნივთის შემდეგ. როგორც ჩანს, 6000 დოლარის ხუთში მხოლოდ ერთი რამ დაგვრჩა და გულწრფელად რო თქვა, ძალიან მაინტერესებს რა არის. აი ეს გვაქვს. სუბუქია, რაცა უნდა იყოს. მოდი გამოვიღოთ. ეს კიდევ ერთი პატარა საგანძურის სკივრია, ესე ვთქვათ. სუბუქია, მაგრამ როგორც ჩანს, შიგნით რაღაც არის, უბრალოდ უნდა გახსნა. არ გააკეთო, მე მივხედავ. არა, ესე არ არის, ეს რა არის? გვაქვს პატარა შავი ტომარა და ვგზნობ, რომ შიგნით რაღაცა, ეს გამოსცემდა ჟღარულის ხმას. ვაუ! ეს არის. ბიჭებო, მეკობრეების მონეტებია. ესენი ნამდვილი ჩაძირული მეკობრული გემიდან ამოღებული მონეტებია. კაცო, ეს დღევანდელი ყველაზე მაგარი რამაა, რაც ვიპოვეთ. და რა თქმა უნდა, ეს ბოლო პარტიიდან გამოვიდა, რომელიც გავხსენით. ბიჭებო, მე ვგიჟდები? თუ ამ მონეტაზე პირდაპირ წერია 6, 7 უკანა მხარეს? ღმერთო, მგონი მართლა ასეა. ასე რომ ეს დიდი მონეტა უდავოდ არის ის, რასაც ეძახიან რვიანის ნაჩერს, ან მეკობრის დოლარის ეკვივალენტს. იმიტომ რომ მეკობრეებს ზუსტად ისეთი ხურდა და ფული არ ქონდათ, როგორიც დღეს გვაქვს, ისინი აიღებდნენ ასეთ დიდ მონეტას და თუ ხურდა სჭირდებოდათ, დაჭრიდნენ და პატარა მონეტებად გადააქცევდნენ. იცით თქვა, რომ მეკობრის საგანძურის 5 ყველაზე მეტად მომეწონა. და თუ გავითვალისწინებთ, რომ თითოეული ეს მონეტა დაახლოებით 1000 დოლარი ღირს და ჩვენ 10-მდე ვიპოვეთ, ვფიქრობ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ფული დავიბრუნეთ. და მიუხედავად იმისა, რომ ყველა ამ ყუთზე ჩემი ფული დავიბრუნე, ჩვენ კიდევ ერთი რამ გვაქვს გასახსნელი. ჯერ კიდევ გვაქვს საუკუნოვანი სეიფი, პირველი ფოსილის ყუთიდან და გასაღები. არ მგონია, რომ ეს სწორი გასაღებია. არა, არ შედის. ღმერთო ჩემო. მგონია, რომ იმ ბნელ ვებთაღლითებმა არასწორი გასაღები გამომიგზავნეს, ასე რომ სხვა გზა უნდა ვიპოვოთ ამის გასახსნელად და მგონია, იდეა მაქვს. გქონდა ეჭვი, რომ ეს კიდე გამომადგებოდა. გაიხსენი. მივიღეთ. გონი, უბრალოდ გონია, რომ შეიძლება ღია იყოს. რა არის აქ? არ მითხრა, რომ აქ ზვიგენის კბილებია.
ღმერთო ჩემო. ესენი ნამდვილი გაქვავებული ზვიგენის კბილებია. ძალიან მიყვარს ეს რაღაცები. მადლობ ბნელი ქსელის ხალხო, ეს საოცარია. დაჯერებით შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი საგანძურის ძიება სრული წარმატება იყო და ბნელ ქსელში სერფინგმა მიუხედავად იმისა, რომ საშიშია, წარმოუდგენლად ბევრი საოცარი საგანძური მოგვიტანა. დაწერეთ კომენტარებში, რომელი არტეფაქტი იყო თქვენი საყვარელი და შემდეგ ვიდეოში შეგვხვდებით.